ჩინეთი, რომელიც ელექტრომობილების წარმოების და გასაღების უდიდეს ბაზარს წარმოადგენს, ევროპულ და ამერიკულ ბრენდებს უბიძგებს, რომ დაბალ ბიუჯეტური ავტომობილები შექმნან, რადგან კონკურენცია ელექტრომობილების ბაზარზე დღემდე მძაფრდება. გასული კვირის ავტოინდუსტრიის სიახლეებს ბექა გაგუზიარებს თეგეტა ჰოლდინგთან პარტნიორობით და ცხადია ელექტრომობილები დღესაც ფოკუსშია. ბექა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ანა, მივესალმები მაყურებელს. ელექტრომობილების მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა ჩინურმა BYD-მ ნოემბერში ავტომობილების გაყიდვების ახალი რეკორდი დაამყარა. ეს დიდწილად ავტომობილებზე ფასების შემცირებამ განაპირობა. გასულ თვეს ჩინურმა გიგანტმა 301,378 ელექტრომობილი და ჰიბრიდული ავტომობილი გაყიდა, რაც დაახლოებით ისეთივე მაჩვენებელია, რაც ოქტომბერში, მაგრამ ერთბაშად 31%-ით, ანუ მე-13-ით მეტია ვიდრე შარშან. რამდენი ელექტრომობილი გაყიდა BYD-ის მთავარმა კონკურენტმა, ამერიკულმა Tesla-მ უცნობია, რადგან ის ყოველთვიურ სტატისტიკას არ ასაჯაროებს. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ივლისიდან სექტემბრამდე Tesla-მ 455,059 ელექტრომობილი გაყიდა. მიმდინარე წელს ჩინური კომპანია 3 მილიონი ჰიბრიდული ავტომობილის და ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს და ამ დრომდე გეგმის 99% შესრულებულია. ამბიციური გეგმები აქვს Tesla-საც, რომელმაც გასულ კვირას 4 წლის წინ დაანონსებული ელექტროპიკაპის Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო, რაც სავარაუდოდ ამერიკულ კომპანიას წელს ელექტრომობილების გაყიდვების 1,8 მილიონიან გეგმას და მის შესრულებასთან დაახლოებს. დაბალ ბიუჯეტური ელექტრომობილების წარმოებაში გერმანული Volkswagen-ი პოტენციურ პარტნიორად Renault-ს განიხილავს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Handelsblatt ავრცელებს. სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოცემის ცნობით ავტომწარმოებლებს შორის მოლაპარაკებები ადრეულ სტადიაზეა და ჯერ კონკრეტული არაფერია ცნობილი. არსებული ინფორმაციით ავტომობილების რაოდენობის სამიზნე მაჩვენებელია 200-250,000 ერთეული. მისი ფასი კი 20,000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს Volkswagen-იც. ფაქტი ერთია, ევროპული ავტომწარმოებლები იაფი და ბიუჯეტური ელექტრომობილების წარმოებაზე კიდევ უფრო აქტიურად ფიქრობენ, რადგან კონკურენცია საკმაოდ მძაფრია ამერიკულ Tesla-სთან და დაბალ ბიუჯეტურ ჩინურ ელექტრომობილებთან. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ Jato Dynamics-ის კვლევის მიხედვით 2023 წლის პირველ ნახევარში ევროპაში ელექტრომობილების საშუალო საცალო ფასი 65,000 ევროზე მეტი იყო, ჩინეთში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 31,000 ევროა. ჯილის პირველი კომერციული მინივენის ექსტერიერი და მახასიათებლების დეტალები ცნობილია. ჩინური მწარმოებელი კომერციულ მინივენზე მუშაობას ასრულებს, რომლის სახელწოდებას X-Pace იქნება, თუმცა მისი მშობელი ბრენდის ჯილის ნაცვლად მინივენს მწარმოებლად ბრიტანული LVC ეწერება. მინივენის 3-4 რიგიან ინტერიერს, ელექტროძრავას და 600 კილომეტრამდე მანძილის დიაპაზონს აერთიანებს. X-Pace მინივენის ერთი ელექტროძრავა 272 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ასევე თქვენს განკარგულებაშია 73-დან 120 კილოვატ-საათამდე სიმძლავრის ელემენტები. სწრაფ დამუხტვას 10-დან 80%-მდე ნახევარ-საათში გვპირდებიან, ხოლო 10 წუთში შეგიძლიათ შეავსოთ ენერგიის რეზერვი 200 კილომეტრის ექვივალენტით. ბრენდი LVC ცნობილია როგორც ლონდონის ტაქსების მწარმოებელი, ამიტომ ახალი მინივენი შეიძლება ჩაითვალოს ცნობილი შავი კაბინების არაოფიციალურ მემკვიდრედ, თუმცა აღჭურვილობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ბაზარზე პირველ რიგში გამოვა კომერციული მინივენი ცალკე სავარძლებით და საკმაოდ კომფორტული ინტერიერით. ახალი პროდუქტი აუცილებლად იქნება უფრო იაფი ვიდრე Zeekr 009, ფასი დაახლოებით $35,000 ანავარაუდები. Hyundai-მ და Kia-მ შექმნეს საბურავი ინტეგრირებული თოვლის ჯაჭვები. ტექნოლოგია საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ ის მოითხოვს სერიოზულ ცვლილებებს საბურავის მთლიან დიზაინში. აღსანიშნავია, რომ მასზე პატენტი უკვე გაფორმებულია, მაგრამ მსგავს პროდუქტებს უახლოეს მომავალში ვერ ვიხილავთ. წინ არის ხანგრძლივი და საკმაოდ რუტინული სამუშაო ახალი ტექნიკური პროცესების შესაქმნელად და უსაფრთხოების სისტემების გამართვის მიზნით. ტექნოლოგია მუშაობს შემდეგნაირად: საბურავზე გაკეთებულია მღარები, რომლებშიც დამონტაჟებულია სპეციალური სამაგრები. სამაგრები დამზადებულია სპეციალური შენადნობისგან, როდესაც გზის ზედაპირზე თოვლი არ არის, სამაგრები იგნებათ სახელურების საბურავის შიგნით არიან, თოვლიან საფარზე გადასვლისას კი პირდაპირ ავტომობილიდან შეგიძლიათ სამაგრების გამოყენება, რომლებიც ქმნიან ბორცვებს და აუმჯობესებენ მოჭიდებას თოვლიან ზედაპირზე. ამ ტექნოლოგიის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ როდესაც ბორბლები საკმარისად გაცვდება, ფოლადი ხმაურს დაიწყებს და შესაბამისად საბურავების შეცვლისკენ გვიბიძგებს.
ბოლოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ, როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდარღვევა დაფიქსირდა და დაჯარიმდა. ამასთან დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი 1149 დარღვევა გამოავლინეს თბილისში, 525 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 422 ბათუმში, 354 ქალაქ რუსთავში. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე არის 100 ლარი, მეორე ჯერზე 300 ლარი, მესამე ჯერზე კი 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, შესაბამისად იზრდება 1500 და 3000 ლარამდე. მადლობა ბექა ბაციკაძემ გაგვიზიარა თეკეტა ჰოლდინგთან პარტნიორობით ავტოსიახლეები.